გამარჯობა, შენ უყურებ ზმაკაც და დღეს გვექნება ზეთების ბრენდების ტოპ 10-ული. ჩემი შეხედულებით და ცოტა ობიექტურობითაც. მოკლედ, ვინედან და რადგანაც ჩვენ, როგორც ასეთი ზმაკაცი მოტორსი და ჩემთან არანაირი დაკავშირებული არავინ აღარ არის ზეთის ოფიციალური შეუნტანი და თან არც ზეთის კუთხით ჯერჯერობით სპონსორი აღარ გყავს, თამამად შემიძლია ვისაუბრო, რომ არავინ არ ჩათვალოს, რომ რამეს მიკერძოებულად ვსაუბრობ, იმიტომ რომ ძირითადად როცა რაღაცა კუთხით რამე ბრენდზე რამე გასპონსორებს, იქ ძნელია ხოლმე ესე თამამად და თავისუფლად საუბარი და მაინც ასე თუ ისე ცდილობ რომ დაიცვა ეთიკას, დაიცვა ის და თან პლუს ამ ყველაფერს მიკერძოებულიც არ გამოგივიდეს ეს ყველაფერი. ამიტომ როგორც იქნა დადგა დრო და წარმოგიდგენთ ზმაკაცის ტოპ 10-ს ზეთის ბრენდების, რომელიც საქართველოში იყიდება. მაგრამ სანამ ჩვენ ტოპ 10-ზე გადავალთ, არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველ შაბათს წეროვანში Lion Auctions ტერმინალზე შეგვიძლია შევიძინოთ ავტომობილი ცოცხალ აუქციონში და ცოცხალ აუქციონში შეძენას რამხელა პლუსები და სიამოვნებები აქვს, მაგის ნახვა და განცდა თავადაც შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ და მიიღოთ მონაწილეობა, ასევე შეგიძლიათ ჩვენს წინა ვიდეოს უყუროთ და იმის წინასაც როგორ ვიყიდეთ Discovery, როგორ გავაკეთეთ და ასე შემდეგ და აქვე დაგასპოილერებთ, რომ კიდე ერთი ავტომობილი მაქვს უკვე შეძენილი ერთ-ერთ აუქციონზე და მაგასაც ნახავთ შემდეგ ვიდეოებში რა შევიძინე, რამდენად, როგორ და ასე შემდეგ. მოკლედ, თუ ავტომობილის შეძენა გენდოება ცოცხალ აუქციონზე, წეროვანში, ყოველ შაბათს, ან თუ რაიმე კითხვა გექნება, lionauctions.com-ზე შეგიძლიათ ნახო ეს ინფორმაცია, ასევე pipkin0880-ზე შეგიძლიათ დარეკო და სრულ ინფორმაციას გაგაცნობ. მოკლედ, დღევანდელი ტოპ 10-ული შეეხება იმ ბრენდებს, რომელიც საქართველოში იყიდება და ეს არის ის ტოპ 10-ული, რომელსაც სუბიექტურად მივაღვიქვა ტოპ 10-ულად და თან, ცოტა ობიექტურობაც რა თქმა უნდა ამ ყველაფერში ჩართულია, ჩემი გამოცდილებიდან და ამ ბრენდებთან და სხვა ძალიან ბევრთან ურთიერთობიდან გამომდინარე, რაღაცა შთაბეჭდილებები ჩამომიყალიბ და ამდენი წლის განმავლობაში შეგახსენებთ, რომ 2010 წელს მქონდა პირველი ზეთის მაღაზია OIL-ში და მას მერე ძალიან მჭიდრო შეხება მაქვს ზეთთან, როგორც არამხოლოდ ავტომოყარულს, არამედ როგორც პროდუქტთან და როგორც ბრენდთან. ამიტომ მე მგონია, რომ ჩემი აზრი რაღაც დონეზე მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება ბევრი ადამიანისთვის. დავიწყოთ. მე-10 ადგილს ჩემს ტოპ 10-ში იკავებს Reynolds, რომელიც არის გერმანული ბრენდი, რომელიც არის სულით და გულით გერმანული და უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიური ხაზი აქვს აწყობილი და ძალიან კარგად იწარმოება, ძალიან სწორად აწარმოებენ პროდუქტს. სწორად პროდუქტის წარმოებაში იგულისხმება ის, რომ ძალიან კარგი ხარისხის საბაზისო ზეთს იყენებენ, კარგ მინარევებს და რაც ყველაზე მთავარია, ლაბორატორიული მუდმივი შემოწმების ქვეშ არის და ყველაფერი ის ეკეთება, როგორც უნდა კეთდებოდეს. Reynolds ოფიციალური შემოტანი საქართველოში არის Reynolds საქართველოს თუ არ არის, არ ვიცი, მაგრამ Reynolds მაღაზია, რომელიც არის ბელიაშვილის 115-ში და აქვე გაითვალისწინეთ, რომ ყველა ბრენდი სასურველია, რომ შეიძინოთ ხოლმე ოფიციალურ შემოტანებთან იმისთვის, რომ თავი დაიცვათ ფალსიფიკაციისგან, იმის გამო, რომ ქართულ ბაზარზე ძალიან ბევრია სამწუხაროდ ფალსიფიცირებული პროდუქტი, ძალიან ბევრია დაბალი ხარისხის პროდუქტი და იმისთვის, რომ ამ ყველაფრისგან თავი ავირიდოთ, ამ ვიდეოს ჩანაფიქრიც ეგ არის, რომ ვიცოდეთ რის იყიდვა ღირს, სად და როგორ და რაღაცა უხარისხო ნაგავი ავტომობილში არ გამოვიყენოთ, ასევე ყალბი ნაგავიც ავტომობილში არ გამოვიყენოთ. ეხლა გადავედით მე-9 ადგილზე და მე-9 ადგილზე ჩემს სიაში მოხვდა Petronas. Petronas არის მალაიზიური ბრენდი. Petronas-ის ევროპულ წარმოებაში რამდენიმე ქარხანა აქვს და ასევე მალაიზიაშიც აქვს რა თქმა უნდა ქარხანა. AMG-ის Formula 1-ის ყველაზე ესეთი მსხვილი პარტნიორია, ასე ვთქვათ Petronas-ი და ასევე თან Petronas-ის ყველაზე დიდი პლუსი რაც არის, როგორც Reynolds-ზე ვთქვი, ტექნოლოგიას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ და აწარმოებენ პროდუქტს ისე, რომ ხარისხი ყველა პარტიაში შესაძლებლად იყოს მაქსიმალურად დაცული და ყველა პარტია იყოს შესაძლებლად იდენტური. Petronas-ის ოფიციალური შემოტანი საქართველოში არის Tegeta Motors-ი და Tegeta Motors-ის ფილიალებს კი მიაგნოთ, სადაც უნდა მიაგნოთ. ისედაც მარტივია. გადავედით მე-8 ადგილზე. ჩვენი სიის მე-8 ადგილზე მოხვდა Castrol. Castrol ბრენდს, რომელსაც აქვს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორია ზეთების წარმოებაში, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ბრენდია, BP-ის მფლობელობაშია, საკმაოდ დიდი რაოდენობის საკუთარი ნავთობიც აქვს შესაბამისად და ვისაც საკუთარი ნავთობი აქვს, შეძლებს და გვარად გაცილებით უკეთესი ზეთი გამოსდის ხოლმე საბაზისო ზეთი, როცა საკუთარი აქვს, ვიდრე იმ წარმოებლებს, რომლებიც საბაზისო ზეთს სხვისგან ყიდულობენ. თუმცა ჩვენ სიაში არის ეგეთი წარმოებლებიც, რომლებიც ზეთს სხვისგან ყიდულობენ საბაზისოს, მაგრამ ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქციას ქმნიან და მაგ ბრენდებთანაც მივართ. რაც შეეხება Castrol-ს, იყო ერთ დროს BMW-ის ოფიციალური პარტნიორი და არა მხოლოდ BMW-ის, ძალიან ბევრი ბრენდის ოფიციალური პარტნიორი იყო. ქარხანაში ძალიან ბევრი ბრენდი იყენებდა Castrol-ს. მე ნუ მარკეტინგულად რაღაცეებში ალბათ უკან დაიხიეს და სხვა ბრენდებმა ჩაანაცვლეს. მე ისევ წამოიწია მარკეტინგში და დღეს ისევ რამდენიმე ბრენდში ოფიციალურად ისხმება Castrol-ი. ერთ-ერთი საუკეთესოა და კიდე აქ მინდა ერთი რამე ვთქვა. ეს ტოპ 10-ული არ ნიშნავს, რომ რომელიმე ცუდია, ან რომელიმე კარგია, ან რომელიმე ბევრად ჯობია მეორეს ან
არ ჯობია. ეს არის ის ტოპ 10-ული, რომელსაც დიდად მნიშვნელობა არ აქვს, რომელი იქნება მე-10-ზე და რომელი იქნება პირველზე. იმიტომ რომ უმეტესობა ამ ბრენდებიდან ქმნის იმ პროდუქტებს, რომელსაც უნდა ქმნიდეს ავტომობილისთვის და ავტომფლობელებისთვის და არა იმისთვის, რომ უბრალოდ გაყიდოს. ეგეთიც ძალიან ბევრია სამწუხაროდ ქართულ ბაზარზე, ამიტომ აქვე გეტყვით, რომ კასტროლის ოფიციალური შემოტანია GT Group-ი და შეძენა შესაბამისად ამ მისამართებზე შეგიძლიათ გასწროლის. მე-7 ადგილზე კიდევ ერთი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ზეთის მწარმოებელი ბრენდი გვაქვს, რომელიც ამერიკიდან არის და ამერიკაში პირველი ზეთის მწარმოებელი ბრენდი იყო, ეს არის Valvoline, რომელიც საკმაოდ კარგი ხარისხის პროდუქტებს ქმნის, საკმაოდ ხელმისაწვდომია თან, ანუ იმის გარდა რომ პროდუქტი ძალიან მაღალი ხარისხის არის, ხელმისაწვდომია და შედარებით ბიუჯეტურიც არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში, ნუ შეიძლება რაღაცა კონკრეტულ ბრენდებთან შედარებით ძვირი იყოს, თუმცა ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ხელმისაწვდომი პროდუქცია აქვს, საკმაოდ კარგი ანტიფრიზის ხაზი გააჩნია, ძალიან კარგი ზეთის ხაზი გააჩნია, ასევე ტრანსმისიის ზეთებით საკმაოდ კარგი ხარისხის გააჩნიათ. მოკლედ, Valvoline-ის ოფიციალურად შეძენა შეიძლება ამ მისამართზე და აუცილებლად კიდევ ერთხელ გაითვალისწინეთ, რომ რომელი ბრენდსაც ყიდულობთ, შეეცადეთ, რომ იყიდოთ ოფიციალურ შემოტანთან და მოერიდოთ რაღაცა გაურკვეველი მწარმოებლის, ან თუ ენდობით რა, ან არის ძალიან ბევრი პატიოსანი კეთილსინდისიერი ზეთის მაღაზია, რომელსაც შეგვიძლია ვენდოთ, ოღონდ აი ეს ნდობა ცოტა რთულია ხოლმე რა და ამ შემთხვევაში თუ ენდობით, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ იქაც შეიძინოთ, თუ ესეთი ნდობა, ამ დონის ნდობა არავის მიმართ არ გაქვთ, აუცილებლად შეეცადეთ, რომ ოფიციალურ შემოტანთან შეიძინოთ პროდუქცია. მაქსიმალურად მოერიდეთ გაურკვევლად სადღაცას ზეთის ჩასხმას. ეს არ შემიძლია ხოლმე რომ არ ვთქვა. და გადავედით მე-6 პოზიციაზე, რომელზეც არის ამ შემთხვევაში Shell და აქვე Shell-თან მინდა ერთი რამ ახსნა. Shell-ის ერთ-ერთი უმაღლესი ხარისხის ზეთის მწარმოებელი ბრენდია, მაგრამ Shell-თან ამ ყველაფერს იმიტომ ვხსნი, რომ ეს ყველა ბრენდს ეხება აბსოლუტურად, თუმცა Shell-ს განსაკუთრებით, იმიტომ რომ Shell-ს აქვს დაახლოებით ერთი და იგივე სიბლანტის ზეთი შეიძლება კონდეს 10 კატეგორიის და აქ იგულისხმება ის, რომ ხარისხობრივადაც დაყოფილია კლასიფიკაციების გარდა. შესაბამისად, ანუ თუ არჩევთ Shell-ის ბრენდს, სწორად შეარჩიეთ პროდუქტი თქვენი ავტომობილისთვის, ანუ ისედაც ზოგადად რომ ეხა დაშვებით უნდა შეარჩიოთ ზეთი და კონკრეტულად თქვენი ავტომობილისთვის უნდა იყოს ის ზეთი გათვლილი. მაგაზე ხო ორი აზრი არ არის, თუმცა Shell-ის და კიდე არის რამდენიმე ბრენდი, რომელსაც ერთი ბრენდის ქვეშ აქვს მოქცეული შედარებით იაფასიანი სეგმენტის და საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქტიც, ამიტომ მაქსიმალურად სწორად შეარჩიეთ ხოლმე ზეთი თქვენი ავტომობილისთვის, რაც უწერია და არა უბრალოდ ეს ბრენდია და ამ ბრენდის ჩასხმა კარგია, მაგრამ პრინციპით მაინც და მაინც მიუდგებით საკითხს. რაც შეეხება Shell-ის ოფიციალური შემოტანი არის კომპანია TDC, რომელიც არის Tegeta-ს შვილობილი კომპანია, თავის დროზე საელჩოსთან იყო ხოლმე ამერიკის საელჩოსთან. ამჟამად სად არის თვითონ ეს კომპანია გადასული ვერ გეტყვით, თუმცა ოფიციალურად Tegeta-ში შეგიძლიათ Shell-ის შეძენა, შესაბამისად Tegeta-ს ფილიალებს თქვენითაც მიაგნებთ მე რომ არ გიხსნათ ეხლა აქ სად არის. ხოლო ჩვენი ტოპ 10-ულის მე-5 ადგილს იკავებს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ბრენდი, როგორც არის Motul და Motul არის არამხოლოდ ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის, Motul-ს ძალიან კარგი ხაზი აქვს სარბოლო სერიებში და ძალიან კარგი ხაზი აქვს მოტოციკლებისთვის, ანუ მოტოციკლებისთვის ზოგადად ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდია ბუნებაში აცარცევას, ხოლო ავტომობილებში, როგორც ხედავთ, ჩვენ 10-ულშიც თამამად მოხვდა. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, სწორი პროდუქტი უნდა შეარჩიოთ თქვენი ავტომობილისთვის. Motul-ის საქართველოში ოფიციალური შემოტანი ძალიან დიდი ხანი იყო DS Motors-ი და Tegeta Motors-ი. დღეს მართლა რო გითხრათ, არ ვიცი რა მდგომარეობა ამ კუთხით, Tegeta ვიცი რომ არის, DS Motors-ის საკითხზე ვერ გეტყვით, თუმცა ორივეს ლინკი აქ შეგიძლიათ ნახოთ, მისამართებიან და თავად შეგიძლიათ გაარკვიოთ ისევ არიან თუ არა. ყოველ შემთხვევაში Motul-ის ორიგინალი პროდუქციის შეძენა ჩვენ ქვეყანაში ჯერ კიდევ შესაძლებელია. და გადავედით ჩვენი ტოპ 10-ულის მე-4 ადგილზე. მე-4 ადგილს ჩემთვის სიამაყით იკავებს ბრენდი, როგორც არის Mobil 1. Mobil 1 ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდია მსოფლიოს მასშტაბით, ძალიან ბევრ წარმოებელს ქარხანაში აწვდის ზეთს, მათ შორის ძალიან დიდი ხანი Mercedes-ს აწვდიდა ქარხანაში ზეთს, ძალიან დიდი ხანი Porsche-ს და დღესაც როგორც ვიცი Porsche-ს დღესაც აწვდის, Volkswagen-ი Audi გრუპებს და სხვა ბევრ ბრენდს ასევე. დღევანდელი მდგომარეობით Mobil არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური, დიდხნიანი ბრენდი, რომელსაც ხარისხი არასდროს გაუფუჭებია და რომელიც მუდმივად გაუმჯობესებაზე ზრუნავს. Mobil-ის ოფიციალური შემოტანები არიან Iberia Tech Automotive, ანუ ITA და Tegeta ამ შემთხვევაში და ორივეგან შეგვიძლია მაგ პროდუქციის შეძენა. ასევე აქვე დავამატებ, რომ თუ რომელიმე ოფიციალური შემოტანი შეცვლილია და ის აღარ არის ან სხვა არის და ან კიდევ ვინმე დამატებით არის და ამ ვიდეოში არ მოვიხსენიებ, ბოდიშს მოგიხდით, იმიტომ რომ ეს არის ჩემი პირადი მოგროვილი ინფორმაცია ამდენი წლის განმავლობაში და შეიძლება რაღაცები დროთა განმავლობაში შეცვლილი იყო, ამიტომ თუ რომელიმე ბრენდი კიდევ ვინმეს არ შემოაქვს და აქ ვერ ვთქვი, ბოდიშს მოგიხდი ამისთვის წინასწარ, მაგის გამო ნუ გამკითხავთ. ჩვენი ტოპ 10-ულის მე-3 ადგილს ჩემთვის სიამაყით იკავებს Lucas Oil, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი შემოტანი ბრენდი საქართველოში, რომელიც თავის დროზე ჩვენ შემოვიტანეთ, რომლის შემოტანაზეც უამრავი დრო, უამრავი ენერგია დავხარჯე, რომ რამენერად ქვეყანაში გქონოდა
ქონა და უამრავი მოლაპარაკების შედეგია მაგ ბრენდის ქვეყანაში ქონა, თუმცა სამწუხაროდ რაღაც კონკრეტული მოვლენებიდან გამომდინარე მოგვიწია ამ ბრენდის დათმობა. ეს ბრენდი უკვე შეიძლება დღეს RPM-ში შეიძინოთ, მითითებული იქნება საიტის და მისამართიც. რაც შეეხება თვითონ Lucas Oil-ს, ანუ Lucas Oil-ის ეს ერთ-ერთი ტოპ ბრენდია ამერიკაში, განსაკუთრებით ცნობილია დანამატების კუთხით, სინთეტიკ სტაბილიზატორები აქვს უმაღლესი ხარისხის, რომელიც პრაქტიკაში არაერთ ადამიანს გვაქვს გადატესტილი და ყველამ კარგად ვიცით რაც არის და როგორც არის. ასევე ძველი ავტომობილების, ანუ hot rod სერიაზეთების აქვს ძალიან მაღალი კლასის და ძალიან იშვიათია, პლუს ამ ყველაფერს ეგეთი ხარისხის პროდუქტის სადმენახვა და ამიტომ ამერიკაში ძალიან პოპულარულია ძველ ავტომობილებში და hot rod-ის ჯგუფებში და ჩვეულებრივ სამოხმარებლო ავტომობილებშიც უმაღლესი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს, ამიტომ ჩემთვის სიამაყით მოხვდა მესამე ადგილზე. და გადავდივართ ჩვენი ტოპ 10-ის მეორე ადგილზე. ჩვენი ტოპ 10-ის მეორე ადგილზე სანამ გადავალ, გეტყვით რომ ტოპ 3-ის გაკეთება ძალიან გამიჭირდა, ანუ ძალიან რთული იყო ჩემთვის. ამერჩია ამ 3-დან რომელი უნდა ყოფილიყო პირველი, მეორე, მესამე, იმიტომ რომ თანაბარ პატივს ვცევ სამივე ბრენდს, თანაბარი განწყობით ვარ სამივე ბრენდის მიმართ და თანაბარი არგი შედეგები მაქვს სამივე ბრენდისგან მიღებული სხვადასხვა ცხოვრების ეტაპზე სხვადასხვა კუთხით. ამიტომ ძალიან გამიჭირდა და მეორე ადგილზე არის Liquimoli. Liquimoli არის გერმანიის ნომერ პირველი ბრენდი ზეთის წარმოებაში. Liquimoli არის ერთ-ერთი ინოვატორი ზეთის წარმოებაში და ძალიან ბევრი საკუთარი შექმნილი ფორმულირება აქვს წარმოებული და საკუთარი შექმნილი ფორმულით ზეთი აქვს გამოშვებული, რომელიც მერე უკვე სხვა წარმოებლებმაც გადაიღეს და საკმაოდ კარგ შედეგებს დებს. ასევე არის ბრენდი, რომელიც გერმანიაში დანამატების კუთხით, როგორც Lucas-ი ამერიკაშია, გერმანიაში დანამატების კუთხით ტოპია Liquimoli და ასევე ყველაზე დიდი პლუსი ჩემთვის Liquimolis და ასევე ჩვენს პირველ ადგილზე ვყავ ბრენდს, რაც გააჩნია, არის ის მომხმარებელთა ბაზა, რომელსაც წლების განმავლობაში ქმნიდნენ და წლების განმავლობაში მოიპოვებდნენ მომხმარებლების იმ ლოიალობას, რომელსაც თავისი ხარისხით, თავისი მეგობრული განწყობით მომხმარებლის მიმართ და თავისი ყურადღებიანობით წლების განმავლობაში აგროვებდნენ და დღესაც იგივე მეთოდით აგრძელებენ, თუნდაც იგივე მარკეტინგული კუთხით მუშაობას და თუნდაც იგივე მომხმარებელთან პირდაპირ მუშაობას და იგივე სერვისებთან პირდაპირ მუშაობას. Liquimoli შეგიძლიათ შეიძინოთ Gez Motors-ის ფილიალებში და აქვე კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ შეეცადეთ ყოველთვის ნებისმიერი ბრენდის პროდუქტი იყიდოთ ამ ბრენდის ოფიციალურ მომწოდებელთან. იმის რომ დაცული იყოთ და რაღაცები გზაში არ დაგვემართოს. და მოვიდა პირველი ადგილის დროც. რომელი ბრენდი გამომრჩა? ეხლა ვიღაც ფიქრობს სავარაუდოდ, რომ აი იმას იტყვის თუ იმას იტყვის თუ იმას იტყვის. პირველ ადგილზე გასული ბრენდი არის ჩემთვის ასევე ერთ-ერთი უსაყვარლესი ბრენდი და აქვე სანამ ამ ბრენდს დავასახელებ, მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი ამ ბრენდებიდან რაც დღეს ჩამოთვალეთ, კიდევ ერთხელ გამეორდები, რომ ყველა მათგანს გააჩნია სხვადასხვა კლასის და სხვადასხვა დაშვების და სხვადასხვა ხარისხის პროდუქტები და სწორად უნდა შევარჩიოთ. თუმცა დღეს რაც ჩამოთვალე ამ ბრენდებიდან ტოპ 3-ში რაც გავიდა, აბსოლუტურად ყოველთვის ვისაც კითხვით დაურეკავს, რომ ამ ბრენდებთან დაკავშირებით რა აზრის ხარ, ყოველთვის დადებითი მოусმენია ჩემგან და დღესაც კიდევ იგივე აზრზე ვიქნები და თუ სწორ პროდუქტებს შევარჩევთ ამ ბრენდების, ყოველთვის ყველაფერი კარგად გვექნება. მთავარია პროდუქტი სწორად შევარჩიოთ. პირველ ადგილზე გასული ბრენდი დღევანდელ ჩვენ ტოპ 10-ში არის M-Soil. M-Soil-ის ოფიციალური შემოტანის ნახვაც აქვე შეიძლება და M-Soil და Liqui არიან ის ორი ბრენდი, რომელიც ყოველთვის მაქსიმალურად ზრუნავენ მომხმარებელთან მაქსიმალურად ახლო ურთიერთობაზე, ანუ ავტოენთუზიასტებთან ახლო ურთიერთობაზე. მათ შორის Lucas-იც, ოღონდ Lucas-ი ცოტა სხვა კუთხით უდგება ამ ყველაფერს და Lucas უფრო old school ავტომობილების ჯგუფებისკენ აქვს მიდრეკილება, ხოლო M-Soil და Liqui თანამედროვე ავტოსპორტში ცდილობენ, რომ მაქსიმალურად ჩართულები იყვნენ და მაქსიმალური მომხმარებლის რაოდენობა ყავდეთ ლოიალური, რაც ყველაზე მთავარია. მოკლედ ეს იყო დღევანდელი ჩვენი ტოპ 10-ული, რომელიც ესე გამოიყურება. შეიძლება ვიღაც არ მეთანხმებოდეს, თუ არ მეთანხმებით, კომენტარებში დამიწერეთ, რაში არ მეთანხმებით, რომელ ბრენდს შეცვლით და რომელ ბრენდს გადაადგილებდით პოზიციების მიხედვით. დროებით და შემდეგ საინტერესო ვიდეოები დაგემართებთ.